მოგესალმებით. დღეს არის ჩვენი შემდეგი ეპიზოდი და სტუმრად ვართ კომპანია მონრემში. მონრემი არის საგადახდო სერვისების პროვაიდერი, რომელიც ბაზარზე რამოდენიმე წელია ფუნქციონირებს, საკმაოდ წარმატებულად და ჩვენი სტუმარი არის გიორგი დარჯანია, კომპანიის დირექტორი. გიორგი, დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და თუ შეიძლება მოგვიყევი მონრემის შესახებ, რა როგორ დაიწყო მონრემის ისტორია, რა შვებით და გავიაროთ ყველაფერი დეტალურად. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმები ლადო, მივესალმები თქვენს მაყურებელს და მადლობა იმისთვის, რომ დაინტერესდით ჩვენი კომპანიით, რას საქმიანობთ, როგორ საქმიანობთ და იმედი მაქვს, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა. რაც შეეხება მონრემს, როგორც თქვი, მონრემი არის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. ჩვენ გვაქვს ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკისგან, რაც ბუნებრივია გაწერილია კანონმდებლობით. პარტნიორობთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს ბანკებთან, კომერციულ ბანკებს გულისხმობ, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი და TBC ბანკი. შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ მათი საგადახდო სისტემები დავაინტეგრიროთ ქართულ მერჩანტებთან. რამდენიმე სიტყვით ისტორიაზეც რო გითხრა, უშუალოდ კომპანია 2016 წლიდან არსებობს, თუმცა ჩვენი მენეჯმენტის ქვეშ მოექცა 2022 წლიდან, როდესაც უცხოური ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში და შეიძინა კომპანია. 2023 წლის დასაწყისში დაახლოებით ესე თებერვალში იმავე ეროვნული ბანკისგან მივიღეთ იმ კონკრეტული მიმართულებით ოპერირების საშუალება, რასაც ახლა ვაკეთებთ და ხო, უკვე პრინციპში 2 წელზე მეტია, რაც ამ მიმართულებას ვამუშავებთ და კონკრეტული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებულები ბაზარზე. ბუნებრივია კონკურენტულ ბაზარზე, თუმცა ჩვენი რაღაცა ნიშა გვაქვს დაჭერილი, რომელზეც დარწმუნებული ვარ ვისაუბრებთ. კი ბატონო, აი თუ შეიძლება იმაზე ვისაუბროთ, რომ რატომ შეიძლება იყოს მონრემი ძალიან საინტერესო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. რა კონკურენტული უპირატესობები გაქვთ ამ მიმართულებით რა? კი, მესმის შეკითხვის არსი როგორც თქვი, კონკურენტულ გარემოში ვართ. საქართველოში გვაქვს საკმაოდ მსხვილი რამდენიმე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ თითოეული მათგანი იგივე მიმართულებით მუშაობს, რა მიმართულებითაც მონრემი, იმიტომ რომ ზოგადად საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზია კომპანია შესაძლებლობას აძლევს, რომ რამდენიმე სხვა მიმართულებით იმუშაოს. აი, ყველაზე მარტივი რო ვთქვა მაყურებლისთვის გასაგები რო იყოს, მაგალითად, ფულადი გზავნილები. ფულადი გზავნილების კომპანიაც ფლობს იგივე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზიას, რასაც მონრემი, თუმცა განსხვავება არის ის, რომ ჩვენ სხვა მიმართულება გვაქვს არჩეული, რაც საბექვაირინგ მიმართულებაა და თანამშრომლობთ ექვაირერებთან, აი კომერციული ბანკები რაც ვახსენე და კონკურენტულ გარემოში ნიშა, რომლითაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მიმზიდველი ვიყოთ მერჩანტებისთვის, არის ის, რომ გარდა გადახდებისა, ვცდილობთ, რომ დეველოპერულ მხარეშიც დავეხმაროთ მერჩანტებს. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ in-house ყავს როგორც software developer, ისე WordPress developer, რომელიც from A to Z, ანუ დასაწყისიდან ბოლო ნაბიჯამდე და ბუნებრივი ოპერირების პროცესშიც მერჩანტს ეხმარება იმისთვის, რომ მისი ვებსაიტი e-commerce, რაც თქვენი მთავარი სასაუბრო თემა, ასე ვთქვათ, იყოს მაქსიმალურად მოქნილი, მარტივი, მიმზიდველი მომხმარებლისთვის და უშუალოდ მერჩანტის მხარემ გადახდა მიიღოს უპრობლემოდ. ხოლო მომხმარებელმა, რომელიც მერჩანტის პროდუქტს ან მომსახურებას ყიდულობს, მარტივად მიაგნოს იმ პროდუქტს, რომელსაც ეძებს. ეს არის პრინციპში, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრა. აი კიდე რა სერვისები და პროდუქტები გაქვთ სუფთა e-commerce-ებისთვის? აი მოდი ეგეც ჩავშალოთ რა. იცი რა, როგორც თქვი, უშუალოდ ჩვენი მიზანი, ასე ვთქვათ, ან თავარი ნიშა, ასე ვთქვათ, არის ის, რომ მერჩანტს მივცეთ e-commerce. მერჩანტში უგულისხმობ ბუნებრივია კომპანიას, ან შეიძლება იყოს ინდივიდუალური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ესე დავარქვათ, რომელსაც აქვს ვებსაიტი და ამ ვებსაიტზე ყიდის რაღაც მის პროდუქტს. ეს შეიძლება იყოს მაგალითად სამკაულები, ეს შეიძლება იყოს კარაქი, მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი მერჩანტი არის ყიდის არაქისის კარაქს. შესაბამისად, როდესაც მერჩანტი მოდის ჩვენთან, ჩვენი თავარი საქმე არის ის, რომ შევამოწმოთ ეს კლიენტი, ამისთვის გვყავს შესაბამისი დეპარტამენტი, AML და KYC დეპარტამენტი, რომელიც ამოწმებს მომხმარებელს, რაიმე არალეგალურს ხო არ შვება, ან რაიმე არალეგალური ხომ არ აქვს ისტორიაში, მოწვდება შესაბამის ბაზებში, გადის ვერიფიკაცია იდენტიფიკაციას და ამის შემდეგ
ამ ვებსაიტზე, რომელსაც ბუნებრივია გვაწვდის მერჩანტი, ამ ვებსაიტზე ვაყენებთ, ვინტეგრირებთ გადახდებს. ეს გადახდები არის სურვილი სამებრ შეიძლება იყოს სამივე იმ ბანკის გადახდები, რომელიც წეღან ვახსენე, ან მომხმარებელს შეიძლება კონდეს სურვილი, რომ მე მაგალითად სურს მარტო საქართველოს ბანკის გადახდები. ეს არის ერთი მიმართულება იმ შემთხვევაში თუ მერჩანტს უკვე აქვს ვებსაიტი. თუმცა როგორც ვახსენე, აი დღეს ძალიან პოპულარულია საქართველოში, იცი რა, მე ვთვლი რომ საქართველოში იმაზე მეტი e-commerce არსებობს ვიდრე რეალურად არის, რეალურად ვიდრე ვხედავთ, იმიტომ რომ ძალიან პოპულარულია აი Instagram-ითა და Facebook-ით რაღაც პროდუქტების გაყიდვა, ხო? თუმცა აი ზუსტად ამ სახის ბიზნესებს გვინდა რომ მოვერკოთ. თქვენი გადაცემიდანაც ვეტყვი პატარა ბიზნესებს, რომ მესმის დეველოპერული საქმიანობა ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია დიდ ფინანსებზე და დაკავშირებულია. ამიტომ ზუსტად ასეთ მერჩანტებს ვთავაზობთ იმას, რომ მოვიდნენ ჩვენთან კონკრეტული მოლაპარაკებების შემდეგ ვთავაზობთ იმას, რომ გავუკეთოთ ვებსაიტი და დამიჯერეთ, რომ ეს არ იქნება რაღაც განსაკუთრებულ ხარჯებთან დაკავშირებული, საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება და ხშირ შემთხვევაში შენ მარიამისგან გეცოდინება, რომ გვაქვს რაღაცა promotion week-ები ან თვეები, როდესაც საერთოდ უფასოდ შეიძლება ვებსაიტი დაუმზადდეს კლიენტს. ძალიან გემოვნებიანი ვებსაიტი მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ დეველოპერი გიორგი ძალიან მაგარი ბიჭია და ძალიან კარგ ვებსაიტებს აკეთებს და ხო ეს აი ამ Instagram და Facebook რეალობიდან გვსურს რომ რეალურად მერჩანტები გადმოვიყვანოთ ნამდვილ e-commerce-ის. TikTok-იც ალბათ მათ შორის. ალბათ ხო. TikTok-ზე მეტად აქტიური არა ვარ, ამიტომ არ ვიცი რამდენად იყიდება იქ პროდუქცია, მაგრამ Instagram-ზე და Facebook-ზე მხვდება. მე თუ მკითხავ მე როგორც ერთ კონკრეტულ ადამიანს, ჩემი აზრით გაცილებით კომფორტული უნდა იყოს მერჩანტისთვის, კონდეს ვებსაიტი და ვებსაიტით გაყიდოს ყველაფერი და იქვე დააპდეითოს მარაგები, ზომები, ფერები და ასე შემდეგ, ვიდრე გაცილებით მეტი დრო და ენერგია დაიხარჯოს აი Instagram მესიჯობაში, სად გამოვაგზავნო, მისამართი რა არის, ეს ზომა თუ გაქვთ, ეს ზომა თუ გაქვთ, იმიტომ რომ ჩვენი ვებსაიტი რეალურად გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ back office-ში დააპდეითო ყველანაირი ინფორმაცია, მარაგი რამდენი გაქვს, ეს კონკრეტული რაღაცა ნივთიან პროდუქტი, რამ ფერებში გვაქვს არჩევანის საშუალება, მომხმარებელი ამას თავად ირჩევს, იქვე უთითებს ბუნებრივია მისამართს კონკრეტულ იმას და შემდეგ ლოჯისტიკის ამბავი თავისთავად არის მერჩანტის მხარეს. კი ბატონო. უსაფრთხოების ნაწილი რამდენად მაღალ დონეზე აქვს მონრემს, მოდით ამ ნაწილსაც შევეხოთ. კი ბატონო, უსაფრთხოება არის ალბათ პირველი განსაზღვრელი ფაქტორი, როდესაც საუბრობთ ნებისმიერი სახის გადახდაზე, იმიტომ რომ ბარათის მონაცემები ზოგადად არის ძალიან სენსიტიური მხარე ნებისმიერი ადამიანისთვის, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად უწერთ ჩვენი ბარათის მონაცემებს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აი პარტნიორები რაც ვახსენე, ბანკები, უპირველეს ყოვლისა ჩვენი უსაფრთხოების გარანტია არიან ის პარტნიორები, რომლებიც არიან უკვე შემდგარი ძალიან დიდი ბიზნესები, მათ რაღაცა რეკლამირებას აქ არ დავიწყებ. ეს ერთი მხარე. მეორე მხარეს რაც შეეხება მონრემი ფლობს PCI DSS სერტიფიკატს, რომელიც ინგლისურად ესე შეგვიძლია გავშიფროთ, ასე ვთქვათ, Payment Card Industry Data Security System, რომელიც გარანტიას გვაძლევს იმისას, რომ მომხმარებლის ნებისმიერი გადახდა დაშიფრულია, ანუ მას რაღაცა პირადი ინფორმაციასთან წვდომა არავის არ აქვს, ეს ინფორმაცია დაშიფრულ მდგომარეობაში გადაეცემა უმეტეს შემთხვევაში მაინც ვიზა და Mastercard-ს, იმიტომ რომ 90% რაც ბარათები ცირკულირებს არის ვიზა და Mastercard-ის, შესაბამისად, როდესაც საუბრობთ უსაფრთხოებაზე, PCI DSS სერტიფიკატი და ვინც ერკვევა ამ სფეროში პრინციპში მიხვდება ეგრევე, რასაც გულისხმობ არის ნომერ პირველი გარანტი. თან მათი მომსახურების ერთ-ერთი პლუსი არის ისიც, რომ ყოველ ერთ წელიწადში აპდეითი ჭირდება, ანუ თუ ერთი წლის წინ შენ იყავი სერტიფიცირებული, არნიშნავს იმას, რომ ერთი წლის შემდეგაც იქნები სერტიფიცირებული, შესაბამისად ჩვენ ყოველწლიურად გავდივართ ჩეკებს, როგორც PCI DSS-თან, ისე კომერციულ ბანკებთან და ეხა უკვე გვიწევს პირდაპირ ჩეკის გავლა ვიზასთანაც. ეს რაღაცა ბოლო რეგულაციაა, რომელიც პირდაპირ გვავალდებულებს PSP-ებს, რომ პირდაპირი კომუნიკაცია გქონდეს ვიზასთან. Mastercard-ის შემთხვევა ცოტა სხვანაირია, მაგრამ შიდა პოლიტიკა ესეა განსაზღვრული, რომ ვიზას პირდაპირი კომუნიკაცია აქვს ჩვენთან. კი ბატონო. და მოდით აი საფასო პოლიტიკას და ტარიფებს შევეხოთ რა. რატო არის მონრემი უფრო საინტერესო ამ მიმართულებით რა, იმიტომ რომ თვითონ e-commerce-ებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცენტები, ფასები, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი ბატონო, ამაზეც მოგვიყევით. პირველად აი ძალიან ბანალურად ვიტყვი, რომ
უпроსტად არ ვიტყვი იმას, რომ რაღაცა ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი შეგიძლია იპოვო ჩვენთან, იმიტომ რომ ზოგადად ნებისმიერ PSP-ს გაუჭირდება კონკრეტული პროცენტის დაფიქსირება, იმიტომ რომ ეგ დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე. როდესაც ბიზნესი მოდის ჩემთან და სურს დარეგისტრირება მაგალითად მერჩანტად, ამ შემთხვევაში მანამ სანამ მე კონკრეტულ ოფერს მივცემ, გულისხმობ აი იმ პროცენტს, რომელიც ახლა ვახსენეთ. ეგ დამოკიდებულია უპირველეს ყოვლისა ბიზნესის რისკზე, ანუ რისკების მიხედვით ფასდება ბიზნესები. დაბალი რისკი, საშუალო რისკი, მაღალი რისკი. ბუნებრივია საპროცენტო განაკვეთიც მან განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა, აი შაბლონურად რომ მთხოვო რაღაცა პროცენტების დასახელება, ეს პროცენტები იცვლება დაახლოებით ალბათ თითოეულ ტრანზაქციაზე 1.7-დან 2%-მდე და შემეძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია საქართველოს რეალობაში. თუ მერჩანტი მოვა ჩემთან და მას სურს უფრო მაღალ რისკიანი ბიზნესის კეთება, ეს ბუნებრივია რომ გამოიწვევს პროცენტის ზრდას, რადგან როგორც დასაწყისში ვახსენე, მე მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვარ ამ შემთხვევაში დამოკიდებული, რადგან ვარ საბექვაიერი, დამოკიდებული ვარ კომერციულ ბანკზეც, იმიტომ რომ იმ ტრანზაქციიდან კომერციული ბანკიც წილშია, ასე ვთქვა და იღებს კონკრეტულ პროცენტს. ეს არის და ეს, აი საპროცენტო განაკვეთი. კონკრეტულ ციფრებზე გამიჭირდება საუბარი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, ბიზნესით ფასდება ეგ ყველაფერი. ქართულ e-commerce-ებთან მიმართებაში რა წარმატებული кейსი შეგიძლია მოვიყვეთ რა, ან მაგალითად მონრემის და რომელიმე e-commerce-ის კოლაბორაციის ჭრილში რა. იცი რა, მე ძალიან გამიჭირდება რომ e-commerce-ის წარმატება ჩემს კომპანიას დავაბრალო, ვგულისხმობ იმას, რომ ბიზნესის წარმატება მაინც დამოკიდებულია ბიზნესის მფლობელზე. შესაბამისად, თუ ჩემი კომპანია ეხმარება და ასისტენტობას უწევს, ასე ვთქვათ, e-commerce, ეს ცალსახად ანიშნავს იმას, რომ ბიზნესის წარმატება მე დავიბრალო, იმიტომ რომ მე და ჩემი ამ შემთხვევაში რაღაც ნაწილი კი ჩვენი საქმე არის ის რომ უპირველეს ყოვლისა შევთავაზოთ მაქსიმალურად მოქნილი უსაფრთხო და სწრაფი გადახდები და თუ ეს მიმართულება მუშაობს ბუნებრივია ნიშნავს იმას რომ ჩვენ საქმეს კარგად ვაკეთებთ რაც შეეხება აი დეველოპერის მიმართულება რაც ვახსენე თუ მომხმარებელი ერთის მხრივ და მერჩანტი მეორეს მხრივ კმაყოფილი არიან ვებსაიტით, UI/UX დიზაინით, მაგალითად, რომ მარტივია ვებსაიტზე ლავირება, ასე ვთქვათ, მოძრაობა, სასურველი პროდუქტის შექმნა და ასე შემდეგ. ესეც ნიშნავს, რომ ჩვენ საქმეს კარგად ვაკეთებთ. კონკრეტული მაგალითების დასახელება შემიძლია ბუნებრივია, აი კარაქების კომპანია რაც ვახსენე Peanut-G, ძალიან კარგი ბიჭების ბიზნესია და გირჩევთ ყველას, რომ შეიძინოთ, გასინჯოთ ერთხელ მაინც დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ Peanut-ი. გარდა ამისა გვყავს რამდენიმე აი ქართული აჯიკების კომპანია, რომელიც აჯიკებს ყიდის საკუთარ ხელით ადამიანი ამზადებს და ეგეც ჩვენს ვებსაიტზე შეგიძლიათ რომ მიაგნოთ ძალიან მარტივად. აი ესეთი პატარა ბიზნესები არის ჩვენი ამოსავალი წერტილი იმისთვის, რომ ამ ადამიანებს რეალურად მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ არა კიდევ ერთხელ ვამბობ Instagram-ით ან TikTok-ის მეშვეობით გაყიდონ საკუთარი პროდუქტი, არა და კონდეთ ძალიან ლამაზი და დავარცხნილი ვებსაიტი და რა ვიცი, მე კიდევ ერთხელ ვამბობ ჩემს აზრს, რომ გაცილებით კომფორტულია ვებსაიტიდან რაღაცის შეძენა, ვიდრე Instagram-ზე ვიღაც უცნობ ადამიანთან მესიჯობა. უსაფრთხოების ნაწილშიც, რავი, მე თუ მკითხავ, შეიძლება საერთოდ ვერენდო Instagram-ზე რაღაც გვერდს, ხო? და თუ ვებსაიტი არსებობს და იქ ხედავ მაგალითად, რომ საქართველოს ბანკის გადახდით ახორციელებ ტრანზაქციას, მე მგონი მან უსაფრთხოება გასილებით დაცულია ვიდრე Instagram-ზე ვიღაც კონკრეტულ ადამიანს ონლაინ ბანკის მეშვეობით გადაურიცხო მაგალითად რა. მეც ესე ვფიქრობ. თუმცა ეგ ცალსახად ხა ბიზნესების გადასაწყვეტი. ხო. გიორგი, აი რაც მოყევი, ნამდვილად ესეთი ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ რა, იმიტომ რომ კომპანია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება, ეს ნუ ძალიან დასაფასებელია რა. გიორგი, ბოლო შეკითხვა მექნებოდა თქვენთან რა. მონრემის სამომავლო გეგმები რა არის და როგორია? თუ რა თქმა უნდა ეს კონფიდენციალური არ არის, რომ ეგეც გასმოდეს. კონფიდენციალური არ არის, ბუნებრივია, ვერც იმას ვიტყვი, რომ ყველანაირ გეგმას დავასახელებ ახლა. თუმცა სიახლეები გვექნება და უკვე ფაქტობრივად სიხარულით შემიძლია მინდა ვთქვა, სიხარულით მინდა ვთქვა ჩემი და ჩემი გუნდის წევრების საქმე დავაფასო ამ შემთხვევაში, რომ უკვე საქართველოს ეროვნულ ბანკთან თითქმის 6-დან 9 თვიანი მოლაპარაკებები ამას რთულია დაარქვა, თუმცა საქმიდან გამომდინარე შეიძლება ესეც დაერქვას. ყველანაირი დოკუმენტაცია, კანონის შესაბამისად უკვე წარდგენილი გვაქვს და
მადლობა ღმერთს რომ დაეფრუებულიც ეროვნული ბანკისგან, შესაბამისად ამ ეტაპზე დაწყებულია უკვე დეველოპერული საქმიანობები. ძალიან მალე მონრემი ჩაუშვებს ელექტრონულ საფულეს, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს ჩვენივე ლიცენზია. დაახლოებით 6-დან 9 თვემდე დაგვჭირდა ეროვნულ ბანკთან კონკრეტული დოკუმენტების წარდგენა, ინფორმაციის თანხის მოძრაობის სქემების წარდგენა იმისთვის, რომ მიგვეღო ეფრუვალი, ასე ვთქვათ, წვანეშუქი ეროვნული ბანკისგან. ძალიან მალე ველოდებით ოფიციალურ დეკლარაციას მათგან, რომ მონრემს უკვე ექნება ამ მიმართულებით საქმიანობის საშუალება. შემდეგ უკვე დეველოპერული მარჯვეხელების საქმეა, რომ დეველოპერებმა მაქსიმალურად ლამაზი და დავარცხნილი პროდუქტი შექმნან. იმედი გვაქვს, რომ არ გაგვიჭირდება ჩვენ დეველოპერის დახმარებით და ყავს ძალიან კარგი დეველოპერი ალექსანდრე, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებაზე არის ორიენტირებული ახლა და მის გუნდთან ერთად აკეთებს ამ საქმეს. ხო, ელექტრონულ საფულეზე რო ვთქვა, რამდენიმე სიტყვა. საფულე რეალურად მოემსახურება ნებისმიერი სახის ბიზნესს, არა მხოლოდ იმ მერჩანტებს, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მცირე და საშუალო ბიზნესებს, არამედ იმ გადახდებს, რომელსაც მეც შენც და ნებისმიერი მაყურებელი ყოველდღურად ვაკეთებთ, გულისხმობ ინტერნეტს, ტელევიზიას, ბალანსის შევსებას, მობილურის ტელეფონს და ასე შემდეგ. ეს არის პრინციპში ჩვენი უახლოესი ორიენტირი, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული ელექტრონული საფულე. ვიცი, რომ საქართველოში არსებობს და უფრო აქტიურად ალბათ არსებობდა რამდენიმე ელექტრონული საფულე, იგივე ბანკებს ჰქონდათ მსგავსი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამ პროდუქტს მივიყვანთ იმ მდგომარეობამდე, რომ ნებისმიერ ადამიანს მოუნდება და სურვილი ექნება იმისა, რომ ჩვენს ელექტრონულ საფულეზე კონკრეტული თანხის მოძრაობა უზრუნველყოს, ასე ვთქვათ. ეს არის და ეს რაც შემიძლია ვთქვა. მეტი ხო, კვლავ ვაგრძელებთ საშუალო და მცირე ბიზნესების საპორტს, თუ თქვენი მაყურებლებიდან ვინმე ამ კონკრეტული მიმართულებით მოგმართავს ჩვენი საკონტაქტოს მოძიებად, ნამდვილად არ არის რთული. ჩვენც მივეხმარებთ. კი ბატონო, ეჭვიც არ მეპარება და ხო, მარიამის ენერგია შენ ძალიან კარგად იცი, შესაბამისად მარიამი ძალიან მარტივად დაეხმარება და დარწმუნებული ვარ ძალიან ანუ უფრო მეტ შესაძლებლობის ვარიანტს გაუხსნის მერჩანტს, იმიტომ რომ მეც ვფიქრობ, რომ ვებსაიტზე გაცილებით მეტი საშუალება აქვს მერჩანტს, ვიდრე Instagram-ზე ან TikTok-ზე. კი ბატონო. კეთილი, გიორგი, ძალიან დიდი მადლობა და მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში თქვენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაინტერესდით და ესეთ კარგ რაღაცებს აკეთებთ, იმიტომ რომ ზოგადად პატარა და ალბათ საშუალო კომპანიებისთვის დასაფასებელია ის, რომ გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ საქმიანობაზე ვისაუბროთ დეტალურად, იმიტომ რომ დიდი კომპანიებისგან განსხვავებით ჩვენ იმდენ ფულს არ ვხარჯავთ, ასე ვთქვათ, მარკეტინგში, თუმცა ვცდილობთ რაღაცა ჩვენი საქმე ვიფუსფუსოდ უფრო ჩუმად, თუმცა ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ეგ არის და ეგ. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ.